ბიანკა შიგუროვა მისი ფსევდონიმია. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ორმეთში, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა, ახლა იშვიათად. მხოლოდ ბებიის სანახავად ჩადის. მერიბებია ერთადერთია ბიანკას ოჯახიდან, ვინც ტრანსგენდერი შვილიშვილი არ უარყო. მართალია არ უხარია ჩემს გადაწყვეტილება, რაც მე გავაკეთე, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ მაინც უყვარდა, რადგანაც ჩემ გამამდელს გავუძლა. Opedia, questo perché vuoi da para fare? Alla chiama mi vedi naris. Ჩემს ზემეთი საკურის ბებოა. ბიანკა უკვე 4 წელია ქალის სამოში გამოწყობილი დადის. მისი გარეგნული ცვლილება მიუღებელი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის და მეზობლებისთვის. ასე ჩაცმას უშლიდა ბებიაც. Angelico, mama όσο facciamo calibrosa. Anami. ჩემს ამ გადაწყვეტილებას აღებებას ეცახა. Anami ქნა. Φίλი. Სიტყვას პარატიჟო. მეზობლებს უბრალოდ გასახლებ. აკეთ. როგორ განასახლებ, გასახლები ჩვენ თავი ალბათ არის ოჯახი. ძანძილამდე და პროექტი ამიკეთა მეზობლებმა. ამ გასაყვანა. ბიანკა ნამდვილი სახელის გამხელასერიდება, როგორც ამბობს, ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს და არ სურს გარდაცვლილ ბაბუასთან შეადარო. ეს არის ჩემი ბავშვობის ერთადერთი შემორჩენილი ფოტოსურათი. სოფლის დატოვება მეზობლებთან უთანხმოებამ გადააწყვეტინა. თვითმფრინავის ცელები მქონდა იმის გამო, რომ სამეზობლო ჩემ ორიენტაციას არ იღებდა და თავიანთი აზრით მე ვიყვნიდი იქაურ ბიჭებს, იმიტომ რომ მე ვიყავი გამომწვევი, სამეზობლოს თავდასხმა, ჩვენ ესეთი არ გვინდა, ჩვენის არ გვინდა, მაგის თმები არ გვინდა, უნდა იყოს კაცი, როგორ უნდა ვიყო, კაცი როცა შეუძლებელია. ცემეს კიდეც, თელმა სოფელმა გადამიარა, ვერ წარმოვიდგენდი ისეთი ხალხი იდგა ხელკეთით. მართლა ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი და მუქარით მეუბრებოდი წადი დატოვეს სოფელი. ვერიც კი მომცეს ამაგისოთ, რომ სოფლიდან წამოსულიყავ გზის თანხას. ბიანკამ პოლიციას მიმართა, კონფლიქტი შედარებით მინელდა. ახლა ბებიასთან ცოტა ხნით ჩამოსული ცდილობს გარეთ არ გავიდეს და ნაკლებად დაენახოს თანასოფლელებს. სოფელი თუ იყო მის წინააღმდეგ? კი იყო. ჩვენ უთხარით რომ ადამიანებად გაიაროს. მივიწევს ბავშვებს და როგორც ადამიანი, კაცი ისე ჩაიცასო უბრალოდ სოფლიდან რაღაცე პატარობას კაი კი იყო, მაგრამ მე რა ვიცი. საკაფლა, მაი კაი ვიცოდი. პატარობას ჯერ არ იყო ბიჭონა ყოველთვის იმეი მაი არ ვიცი. ჩვენ უფრო ხედავთ აქ და მე ვექერა მე გეცხოვრო. კუკლობანა სამაშობს, ეი თამაშობს კუკლობანა და ხავდა. თუ ადამიანის ნეირად სახეც ეს ახალგაზრდები არება არანაირი საწინააღმდეგო არ გვაქვს დედაშვილი. და შიშველი გარებას ბიჭი არ ვიცით და გოგოსავით შიშველი არება ნაჭერჭატენილი მაი არ მოგწონს ჩვენ. შავით გავედი, უარესები ლაპარაკეს ჩემს. კავით გავედი უარესი. საერთოდ არ გავედი, მაინც მოკვანდნენ ასე რომ ვერ გავიგე როგორ უნდა მივდგომოდი ამ ყველაფერს. თავიდან მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, ჩემი პირადი მაქვს, მე ჩემი მაწუხებს და არ მინდა რომ ყველა თვითონული მეზობელი ჩემი ცხოვრებაში ერეოდეს. თბილისში ახლა ნაქირავებში ცხოვრობს, გარეგნობას დიდ დროს უთმობს, ქუჩაში გასვლას თამამად და გამომწვევად ჩაცმული არერიდება. ძალიან მსუქანი არ ყოფილა არასდროს, თუმცა ხა დაახლოებით 2 წელია დიეტაზე არ მომიმარტო ან ხიპია შემოვა. ცოტა სხვანაირად, იმიტომაც რომ ალბათ არ ვარ ცნობილი, არ ვარ პოპულარული და ზოგ შემთხვევაში მინდა რომ ხალხმა იგრძნოს რომ ვარ ტრანსი, ვარ განსხვავებული და ამით მინდა რომ ხალხი გავიცნო. ვაჩვენე რომ განსხვავებულია. ბიანკა თავის ისტორიას გვიყვება. იხსენებს რომ ბავშვობიდან გოგოს მანერები და ინტერესები ჰქონდა. დედა უშლიდა თმების გაზრდას, მაგრამ მარტო დარჩენილი ჩუმად იცვამდა მის ტანსაცმელს. ძალითმების შეჭრა, ძემა, სიმკაცრე, შეშის ნაპობით ქალმოწყალი გამოტეხა და მოტოვა. და შემდეგ ჩემი მშობლების შეთანხმება რომ მე ჯარში უნდა წავსულიყავი, მომიყვანეს ხალხი.
ესეც არ გამოვიდა, იმიტომ რომ სპეციალურად იმ დღისთვის ისე გამოვეწყო, გაგიშტა კაცი ეს ქალისაც წავიყვანო. რა საყარად მენაობე. მშობლები ურეკში ცხოვრობენ, სახლიდან 16 წლის ასაკში გამოაგდეს და მას შემდეგ დედასთან კონტაქტი არ აქვს. საცხოვრებლად სოფელში ბებიასთან წასვლამდე კი ქობულეთში ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ოღონდ ისე რომ სქესი არ გაუმხელია. თბილისში მიმდანიც იყო. რათვის განმავლობაში მუშაობდი ტყუილში. დაყოვნებით როცა მოითხოვეს რომ უნდა გავეფორმებინე იმ ადგილას და უნდა დამეწყო მუშაობა მუდმივი. სამსახური დავტოვე იმის გამარა ჩემს პერიოდების მოწმობაში მითითებული იყო სქესი მამრობითი, რის შედეგადაც შემოწვა ჩემი თავი ვერ გავამხილა და წამოვედი სამსახურიდან. ახლა 20 წლისაა, შეყვარებული არ არის და ამჟამად მეგობარი მამაკაცი არ ყავს. ორი კვირი ყავდა მეგობარი მამაკაცი. რომელმაც ტყუილებით ამიგო კოშკები და მალევე დაანგრია. ყველაფერი ცოტა ჩემს შესახებ, მაგრამ დღესდღეობით საქართველოში არსებობს კაცი, რომელიც ტრანსთან ერთად იცხოვრობს. ქუჩაში სიარულისას ყურადღების მიპყრობას და გამვლელების ნეგატიურ რეაქციებს მიჩვეულია. თუმცა ამბობს, რომ დედაქალაქში მის უფლებებს უხეშად არავინ ლახავს. მეხუთე თვეა თბილისში ცხოვრობს, მაგრამ მუდმივი სამსახური და შემოსავალი ჯერ არ აქვს. ისებს ჩემი ასე ვთქვათ, ორიენტაცია აინტერესებს და რაღაც სიუჟეტებს ამზადებენ. ზოგი ჩემი თავი მოსწონს და სურათებს იღებენ და რაღაცას მთავაზობენ. ამით გამაქვს ჩემი თავი. გაიკეთა ბოტოქსი, ტუჩები, აპირებს ცხვირის ოპერაციას. ოცნებობს ფოტომოდელობაზე. ყველაზე ძალიან კი სქესის შეცვლა უნდა. რამდენიმე ოპერაცია მესაჭიროება, რისი საშუალებაც ჯერჯერობით მე არ მაქვს. იდეაში მაქვს, რომ ყველაზე მინიმალური მაინც მკერდი რო გავიკეთო. იქნებ ვინმე გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს ჩემს დაფინანსებას. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება არის, რომ მე ოდესმე თავი ვიგრძნო ქალად.